2026 წლის პირველი კვარტალი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ზრდით დაიწყო. გაყიდვები წლიურად დაახლოებით 15-20%-ით გაიზარდა, ხოლო ფასებმა 5%-იანი მატება აჩვენა. მზარდი აქტივობის ფონზე ჩნდება ახალი კითხვებიც. რამდენად გრადია ეს ტემპი და რა გავლენას ახდენს გლობალური პროცესები ბაზარზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დღეს ვესაუბრებით კომპანია არსის დირექტორს ბესო ორთოიძეს. ბესო, მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. მოდი ჩვენი საუბარი დავიწყოთ დღევანდელი დეველოპერული სექტორის შეფასებით. რეალურად უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად ტრანსფორმირდება, გარკვეული მოთამაშეები აქტიურად ჩნდებიან ბაზარზე და შემდეგ უფრო პასიურ ფაზაში გადადიან ან საერთოდ ქრებიან, მაგრამ კომპანია არსი გარკვეულწილად წლებიდან, ასე ვთქვათ, მოყოლებული აქტიურად არის ბაზარზე. შესაბამისად, საინტერესოა თქვენი შეფასება, როგორ შეიცვალა სექტორი და რა არის ის მთავარი განმასხვავებელი კომპონენტები. ხო, ძალიან კარგი კითხვაა და შეგვიძლია რამოდენიმე დეკადად დავყოთ, ხო? უძრავი ქონების თვითონ თუნდაც ბინადმშენებლობის განვითარება საქართველოში როგორ ხდებოდა და თბილისის მაგალითად რო ავიღოთ, ჯერ კიდე ახალი დამოუკიდებლობა რო ჰქონდა მიღებული, სწორედ მაშინ ჩაეყარა და არსიც სწორედ ამ პერიოდიდან მოდის და გვახსოვს პირველი, ასე ვთქვათ, მშენებლობა ძალიან ერთგვაროვანი, ერთფეროვანი იყო, მასალების არჩევანიც არ არსებობდა, შემდეგ იყო საკმაოდ დიდი ბუმი 2006-2007 წლებში, როცა უამრავი კომპანია იყო ბაზარზე, მაგრამ სამწუხაროდ ამ კრიზისმა საკმაოდ ბევრი კომპანია შეიწირა და რაღაცნაირად ეს ახალი ტალღა უკვე შემდეგ 2010 წლის შემდეგ პერიოდიდან დაიწყო და ვხედავთ ბაზარზე დღეს კონკურენცია საერთოდ სხვა დონეზეა, ხო, უამრავი კომპანია, სხვა სტანდარტი მივიღეთ, სხვა ხარისხი, ამას ძალიან შეუწყო ხელი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებამ, როცა გაფორმდა ეს ხელშეკრულება და ავიღეთ ვალდებულება ქვეყანამ, რომ ყველა სფეროში და მათ შორის უძრავი ქონების სფეროში განხორციელებულიყო ბევრი ახალი რეგულაცია, ამან გამოიწვია სტანდარტის გაზრდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მისაწვდომობის სტანდარტის შეშემოპირების ადაპტირების კუთხით და მივიღეთ ახალი სტანდარტი და შესაბამისად სხვა რეალობა გვაქვს, ხო, დღეს ბაზარზე ერთმანეთთან შეჯიბრი არის პროდუქტის ნაწილში, როცა გვახსოვს პერიოდი, უბრალოდ მომხმარებელი ირჩევდა ბინას, რომელიც დასრულდებოდა და ჩაბარდებოდა. დღეს სხვა გარემო გვაქვს და შესაბამისად კარგია, რომ ეს განვითარება დღემდე გრძელდება. ლოგიკურად მივედით მომდენო კითხვამდე, აქცენტი რო გადავიტანოთ უშუალოდ მომხმარებელზე. ამ ხნის განმავლობაში, ამ პერიოდის განმავლობაში, როგორ შეიცვალა თვითონ მყიდველი? ცვლილებას გულისხმობთ მოთხოვნის კუთხით, პრიორიტეტების კუთხით, ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედი ფაქტორების კუთხით. აი, იმ დროინდელი და დღევანდელი მომხმარებელი ცვლილების კუთხით, აი, უშუალოდ მოთხოვნის და მოლოდინის ნაწილში რა არის მთავარი განმასხვავებელი? მარტო მომხმარებელი არა, ყველა ჩართული მხარე შეიცვალა, ხო? გვახსოვს მაშინ ფინანსური ინსტიტუტები, ვთქვათ, როგორ გასცემდნენ სესხებს, თვითონ დეველოპერების დამოკიდებულებაც არ იყო გამოცდილება ბაზარზე დაგროვებული და იყო ბევრი შეცდომა, ხო, დაშვებული და მათ შორის მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც საერთოდ არ ეცნობოდნენ, ვთქვათ, ხელშეკრულებას, არ იცოდნენ ნებართვა რეალურად მშენებლობის არსებობდა თუ არა. ამიტომ დროთა განმავლობაში ეს ყველა მხარე შეიცვალა, მათ შორის მომხმარებელი. სამწუხაროდ დღესაც არის რომ რაღაცნაირად ნაკლებ პასუხისმგებლობით ეკიდებიან, მაგრამ ბაზარზე ზოგადად სიტუაცია შეცვლილია. შესაბამისად, თუ შევხედავთ იგივე ფინანსურ ინსტიტუტებს, მათი დამოკიდებულებაც რისკიანობის კუთხით, პროექტების შეფასების კუთხით განსხვავდება, თუნდაც 10 წლის წინ რო ავიღოთ რა ხდებოდა ბაზარზე და შესაბამისად მომხმარებლებისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტი არა მარტო ბინის კუთხით და ვთქვათ ჩაბარების ვადის კუთხით. და არა მარტო ის კვადრატულობა, რომელსაც ყიდულობს. რა თქმა უნდა, რა გარემოში მოუწევთ ცხოვრება, რა ინფრასტრუქტურას თავაზობს, ამიტომაც შევხედოთ ახლა პროდუქტებს, ხო? არის პროექტები, სადაც შეიძლება ეზო არ ქონდეს, მაგრამ მთელი აქცენტი გადატანილია შიდა ინფრასტრუქტურაზე და სხვადასხვა დამატებით სერვისებზე, რომელსაც
დეველოპერები თავაზობენ, არის პროდუქტები მაგალითად ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, სადაც საკმაოდ დიდი ტერიტორია ეთმობა გამწვანებას ეზოს და აქცენტი ამ შემთხვევაში ამ ნაწილზეა გაკეთებული და რაღაცნაირად ეს ერთი მეორეს აბალანსებს. შესაბამისად დღეს მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს ბაზარზე, აგერ მოგვიწია რამოდენიმე დღის წინ იყო სამშენებლო მასალების გამოფენა და რა თქმა უნდა რომ გადავხედოთ რამოდენიმე წლის წინ რა ხდებოდა თუნდაც ამ კუთხით ბაზარზე და დღეს რა არჩევანი გვაქვს, თვისობრივად ძალიან განსხვავდება არა მარტო მასალების კუთხით, არამედ ის უსაფრთხოების ნაწილი, ის ხარისხის ნაწილი, რასაც თავაზობენ დეველოპერები მომხმარებლებს და ეს პროცესი გრძელდება, ხო? ეს არ დასრულებულა, არის რამოდენიმე რეგულაცია, რომელიც ჯერ კიდე არ შესულა ძალაში და ნელ-ნელა ვითარდება და შესაბამისად ჩავთვალოთ, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესებული სტანდარტი გვექნება, მით უმეტეს მაღალია კონკურენცია. და ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის, რასაც ახსენებდი მომხმარებელზე, რომ კითხვების დასმა დაიწყო სამშენებლო ხარისხთან დაკავშირებით. ანუ ადრე მაგალითად ეკონომ სეგმენტში ნაკლებად კითხულობდნენ, თქვათ, რა მასალებს იყენებდა კომპანია და დღეს ეს კითხვები რო წამოვიდა ეკონომ სეგმენტშიც კი ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგია, იმიტომ რომ რეალურად უბიძგებენ კომპანიებს, რომ ესე ვთქვათ, ხარისხზეც იფიქრონ. თქვენს პროექტზე გვინდა ზუსტად გადავიდეთ, იმიტომ რომ ბევრი მოთამაშეა დღეს ბაზარზე და კომპანიები, რომლებიც რამდენიმე მიმდინარე პროექტს თავაზობენ მომხმარებელს, რეალურად წარმოდგენილები არიან დივერსიფიცირებული პროდუქტით, განსხვავებული კონცეფციით, განსხვავებული ლოკაციით და არსი ერთადერთი თუ არა ერთ-ერთია, რომელსაც გარკვეულწილად ერთი კონცეფცია აქვს შემუშავებული, პროექტის ერთი მოდელი, რომელსაც მარტივად არგებს სხვადასხვა უბნებს. თუ არ ვწდები, ეს პროცესი შენისახლი GKS პროექტით დაიწყო, შესაბამისად ჩვენი კითხვა არის, როგორც გამოცდილ დეველოპერს გეკითხებით, რეალურად ეს კონცეფცია შეიქმნა კონკრეტულად ერთი პროექტისთვის და გაამართლა და შემდეგ მოხდა ესე ვთქვათ უბნებში გატანა თუ თავიდანვე მიზნად დაისახეთ შეგექმნათ უნიფიცირებული მოდელი პროექტის, რომელიც ნებისმიერ სეგმენტს მოერგებოდა და რა არის ის მთავარი კომპონენტი, რაც ამ მოდელს ამართლებს? ხო, ესეც გამოცდილებიდან მოვიდა, ხო? მთავარი აქცენტი იყო რაღაცნაირად ვადებთან დაკავშირებული, რომ სწრაფად მომხდარიყო მშენებლობა და სწრაფად მომხდარიყო, ასე ვთქვათ, ჩაბარება მომხმარებლებისთვის, იმიტომ რომ უძრავ ქონებაში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა საკმაოდ ბევრი ადამიანი ინვესტიციას ახორციელებს, ან უძრავ ქონებას ყიდულობს შემდგომი ან გაყიდვის, ან გაქირავების მიზნით, ჩაბარება არის ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი თუ რა ვადაში მოხდება თავისი ინვესტიციის, ასე ვთქვათ, უკუგების მიღება. შესაბამისად, აქცენტი იყო ამაზე გაკეთებული და მივიღეთ სერიული პროდუქტი, ანუ ერთადერთი სერიული პროდუქტია დღეს, რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, ქალაქში. სერიულობა გულისხმობს, რომ კონცეფცია ერთი და იგივეა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საკმაოდ სწრაფად, ანუ ვინც ჩართულია ამ პროცესში, იქნება პროექტირება, შენებლობა თუ გაყიდვები, ვიცით, რომ ერთი და იგივე პროდუქტს ვაკეთებ და, რა თქმა უნდა, ეს გიმარტივებს იმას, რომ პროცესები ისე დაალაგო, რომ სწრაფი შედეგზე იყო ორიენტირებული. რა თქმა უნდა, გამართლებაც არის, რომ შემდეგ უკვე ამ პროდუქტმა გაამართლა პირველმა პროექტმა საკმაოდ პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ მაგრამ მოდი გაგაწყვეტინებ ბოდიში რას გულისხმობ იცი რომ მხოლოდ სამშენებლო ვადა არა ალბათ ხო თვითონ კომპონენტები რისგან შედგება ეს პროექტი იმიტომ რომ გეგმარება ვთქვათ ინფრასტრუქტურა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ეგ იყო პირველი წყარო რატომაც გადავწყვიტეთ რომ ესეთი კონცეფცია ყოფილიყო თუმცა თვითონ კომპანიის ხედვა ასე ვთქვათ ფილოსოფია არის ის რომ ბინა უნდა იყოს კომფორტული შიგნიდან, ანუ ბინის გეგმარება არის უპირველესი, ხო, როგორ იქნება დაგეგმარებული ბინა და არა ის რომ გარედან როგორ იქნება მაგალითად მოპირკეთებული, ხო? ან ფასადი როგორ იქნება? ხო, მოპირკეთებული სადარბაზოში ვთქვათ, რაღაცა ძვირადღირებული ფილა იქნება თუ არა დაგებული, უნდა იყოს კომფორტული შიგნიდან და უნდა გქონდეს ინფრასტრუქტურა, უნდა გქონდეს ეზო, გამწვანება. ამაზე იყო აგებული ეს კონცეფცია, ხო? იმიტომ რომ წეგანაც ვახსენე რომ არის ხო პროდუქტები პრემიუმ
კლასის პროდუქტები, ძირითადი აქცენტი მაინც მოპირკეთებაზეა, შიდა ინფრასტრუქტურაზეა გაკეთებული, სადარბაზო თქვათ, ლიფტი როგორ იქნება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნაწილი ჩვენთანაც უმაღლეს დონეზეა, მაგრამ მასალების ნაწილში მაგალითად გარედან მოპირკეთებულია ქართული აგურით, რომელიც საკმაოდ მყუდროა, თბილია, მაგრამ არ არის თქვათ, რაცა ძვირადღირებული გადაწყვეტა და ფასადი, მაგრამ უფრო მეტ ხარჯავთ ამ შემთხვევაში გარემოზე, სიმწვანეზე და ეს არის ჩვენი უპირატესობა და ჩაბარების სისწრაფეზე, ხო? იმიტომ რომ ვახსენე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად მიაწოდებ უძრავ ქონებას მომხმარებელს და შესაბამისად მივიღეთ ეს პროდუქტი, რომელმაც საკმაოდ გაამართლა და, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად ფორმულაა თქვენი, რომელსაც იყენებთ სეგმენტებთან მიმართებით. მომდენო კითხვა ჩვენ ეხება უშუალოდ იმ აგრესიულ კონკურენციას, რომელიც ადგილობრივ დეველოპერულ ბაზარზე არის. ბევრი კომპანია, ბევრი მოთამაშე, ბევრი შეთავაზებაა და ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ ახალი მოთამაშეები ჩდება, რომელთაც გამოცდილება ამ სფეროში ან საერთოდ არ აქვთ, ან ეს გამოცდილება არის ძალიან მცირე. საინტერესოა, კონკურენციის ამ ფორმით ზრდა როგორ აღიქმება, ანუ როგორ აისახება, ეს ეხმარება ბაზარს დაში, თუ ეს ქმნის გარკვეულ ხარისხის რისკებს პროდუქტის და სერვისის მიწოდების კუთხით? ხო, ყველაზე ნაკლებობა არის გამოცდილების ნაწილში, რაც არის, ეს არის პრობლემების და კრიზისის ნაკლებობა. დაძლევის. ეს გამოცდილება. ეს მოხდა, იქიდან სულ აი რამოდენიმე კომპანია შეიძლება გაგვახსენდეს, აი 2-3 კომპანია, რომელმაც 2008 წლის კრიზისი გადაიარა და ამას თავისი უპირატესობაც აქვს და უარყოფითი, ხო? გარკვეული ეს ასე ვთქვათ გვახსოვს მაგალითად ჩვენ კომპანიის შემთხვევაში და ძალიან რისკიანად უყურებთ ნებისმიერ პროექტს და ნებისმიერ პროექტის დაწყებას რა იქნება ეს კაპიტალთან მიმართებით გაყიდვებს ვიწყებთ თუ არა ვიცით რომ ეს სახლი ბოლომდე უნდა დასრულდეს და მეორებინაც რო არ გაიყიდოს გვაქვს ამის რესურსი რომ ბოლომდე დავასრულოთ რაც ზრდაში ვთქვათ ცოტა ხელი შემშლელია ხო როცა ესე რისკიანად უყურებ ყველაფერს ნუ მეორეს რო საკმაოდ დიდი უპირატესობა იმიტომ რომ ვიცით გამოვლილი გვაქვს და ცოტა მაგის ნაკლებობაა დღეს ბაზარზე ამიტომაც არის რომ საკმაოდ მასშტაბური პროექტები იგეგმება საკმაოდ იზრდება ბაზარი და ამას ხელს უწყობს რა თქმა უნდა მოთხოვნა რო არ არსებობდეს უბრალოდ შეუძლებელია ხო მიწოდების ესეთი სწრაფი ზრდა და ესე გაზრდილი ნებართვების რაოდენობა თუმცა იმედია რომ რაღაც იქონდა ვთქვათ მაგალითად პანდემიის მერე როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ომი და გაიზარდა ფასები ძალიან სწრაფად იმიტომ ფასების დასთან ერთად იყო სამშენებლო მასალების ხელფასების და ანუ თვითღირებულება ძალიან გაიზარდა და გარკვეულ კრიტიკულ ნიშნულზე ვიყავით როცა სწრაფად ხდება ფასების და რომ ზოგადად ბაზარს პრობლემები არ შექმნოდა, თუმცა გადავიარეთ ეს პერიოდი უკვე მე-3 წელია რაღაცნაირად დასტაბილურებულია. ფასი მიიღო ბაზარმა ეს ახალი ნიშნული ფასის მიიღო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ სტაბილურობა გაგრძელდეს და გარი ასე ვთქვათ ფაქტორებმა კიდე გარკვეული გავლენა აქ არ აქვს მნიშვნელობა კარგი თუ ცუდი გავლენა როცა ბუნებრივად იზრდება ბაზარი მან რისკები ნაკლებია მაგრამ თუ რაღაცნაირად ხელოვნურად ასე ვთქვათ მიგრანტების ხარჯზე ხდება ბაზრის სწრაფის და ან რეგულაციების ზრდის ხარჯზე ამ შემთხვევაში გარკვეულ რისკებში შედის ხოლმე ბაზარი და აი ძალიან სენსიტიური არის ზოგადად უძრავი ქონების ბაზარი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორი განვითარება გაგრძელდეს. მადლობა საინტერესო საუბრისთვის.